პესტიციდი უნდა შევიძინოთ ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, სადაც დაცულია ქიმიკატების შენახვის და რეალიზაციის პირობები. სასურველია პესტიციდი შეძენილი იყოს გაუხსნელ ორიგინალ ტარაში და ამის შემდეგ უკვე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ღონისძიებები შესაბამისი წესების დაცვით. შეწამლითი ღონისძიებები ტარდება დილის და საღამოს საათებში. დაუშვებელია მაღალი ტემპერატურის დროს პესტიციდების გამოყენება, რადგან ამ დროს მცირდება ქიმიკატების ეფექტი და ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ ფიტოტოქსიკურობა, რაც ნიშნავს მცენარის, ასე ვთქვათ, სიდამწვრეს, ამიტომ მნიშვნელოვანია თავის დროზე გამოვიყენოთ ეს პესტიციდები. ასევე მნიშვნელოვანია ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 მეტრ წამს და ასევე პესტიციდების გამოყენებისას დაუშვებელია სიგარეტის მოწევა, რაიმე სახის საკვების და სასმელის მიღება. ნებისმიერი პესტიციდის გამოყენების დროს იმ პირს, ვისაც შეხება აქვს მის გამოყენებასთან, აუცილებელია დაცული იყოს უსაფრთხოების წესები და გამოყენებული იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, როგორიცაა იგივე რეზინის შექმა, დამცავი კომბინეზონი, ხელთათმანი, რესპირატორი, დამცავი სათვალე, ქუდი. პესტიციდების გამოყენების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ პრეპარატის საჰექტარო ხარჯის ნორმა. ჩვენ თუ ვიცით კონკრეტული შემასხურებელი აგრეგატი რამდენ ლიტრ წყალს ხარჯავს 1 ჰექტარ ფართობზე და ასევე ვიცით პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ჩვენ ადვილად ავიანგარიშებთ კონცენტრაციას და შესაბამისი კონცენტრაციის სამუშაო ნაზავის შესხურება უნდა მოხდეს მცენარის ზედაპირზე, რაც უზრუნველყოფს მაღალ დაცვას და ეფექტურად იმოქმედებს იმ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდს, რომელიც ეფექტურია ამ მავნებლის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 16 ლიტრიანი მოცულობის ზურგ-საკიდი შემასხურებელი აგრეგატი, სადაც ვაზავებთ აღნიშნულ პრეპარატს და უკვე ვასხურებთ მცენარეებს, რათა მოხდეს ამ მავნებლის განადგურება და რათა დავიცვათ მცენარე ამ მავნებლის გავრცელებისგან და მისი ზიანი შევამციროთ ამ კონკრეტულ თხილის ბაღში.